ეკოლოგიური სისუფთავე, ხარისხი, ბრენდირება, შეფუთვა, დაფასოება. ეს იმ სტანდარტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქართულმა პროდუქციამ ევროპულ ბაზარზე გადანისთვის უნდა დააკმაყოფილოს. თუმცა რა პერიოდი იქნება საჭირო იმისთვის, რომ მეწარმეებმა აღნიშნული კრიტერიუმებით იხელმძღვანელონ, ჯერჯერობით უცნობია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურში განმარტავენ, რომ დღეისთვის ევროკავშირის ბაზარი იურიდიულად ღიაა, თუმცა პროდუქციის ევროპაში გატანა ფერმერებისა და მწარმოებლების მზაობაზეა დამოკიდებული. სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა თამარაძე ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთში მოყვანილი პროდუქტი ეკოლოგიური სისუფთავით გამოირჩევა, რაც ფერმერებისთვის პრიორიტეტული იქნება. აი ესეთი რამე რომ ფერმერმა მოიღოს მოსავალი, დატვირთოს მანქანაზე და გაიტანოს, არ იქნება. არც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთ და რუსეთშიც კი ვერ გაიტანთ ეგრე. იმას შესაბამისი ალბათ თქვენ საქმის კურსში ხართ, ანალიზები ჭირდება, შესაბამისი სერტიფიცირება ჭირდება, ბრენდირებას მე რას გულისხმობ. სამარკო ნიშანი. აი იმიტომ სოფლის მეურნეობის ძირითადი სტრატეგიაც აი კოოპერატივების შექმნაზეა გადართული და ესაც ერთ-ერთი გულისხმობს ამას, რომ როდესაც კოოპერატივი იქნება, თავისი სახელი ექნება, თავისი საფირმო ნიშანი ექნება, უფრო ერთ-ერთი პლუსია, ასე ვთქვათ, რომ მოხდეს ამისი სადმე ექსპორტირება. ახალციხეში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ მესხეთში მოწეული პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა და იგი ევროპულ ბაზარზე საკუთარ ადგილს ადვილად დაიმკვიდრებს. ნაწილის აზრით კი ხარისხიანი პროდუქციის შესაქმნელად ფერმერს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. ისინი ამბობენ, რომ ევროპულ ბაზარზე ყველაზე მომგებიანი სამცხე-ჯავახეთში წარმოებული ხეხილი იქნება. წყალიც, ვაშლიც საუკეთესო ახალციხის, ჩვენი ახალციხის ხის რაჯობია. გატანა ბევრი რამე შეიძლება, მაგრამ მე მგონია, რომ ფასები უფრო გამძვირდება შემდეგ ამის გამო. დააკმაყოფილებს იმ პირობებს, მაგრამ აქ უფრო გამძვირდება თავი. თუ ეკოლოგიურად სუფთა იქნება და ევროპელი ნახავ, ეს საკმაოდ ჭკვიანები არიან, მე მგონი რა. ყველაფერი უნდა კარგად წავიდეს. პირველი გასვლა იქნება ალბათ ყველაზე უფრო რთული, პირველი გატანა და მერე ნახავენ შედეგებს თვითონ. არ უნდა იყოს სამგებიანი, იმიტომ რომ ყველა ხარჯი გარეთ როცა გადის პროდუქცია, ყველა ხარჯი გათვლილი უნდა იყოს. მწვანილები იმდენი მოდის ქუთაისში, ახალციხეში, დააკმაყოფილებია მეტად არჩება კიდე. რა თქმა უნდა, გაიქნება უფრო შეღავათიანი თუ იქნება და აქაური ხალხიც ამოისუნთქავს, რაც ბევრი მოდის მოსავალი რაღაცა და კაია ხალხისათვის. ყველაფრის გატანა შეიძლება ვაშლი, ციტრუსი აქანი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ ვაშლი არის. კარგი ვაშლი. ხარისხიანი პროდუქცია იქნება მაშინ, როცა გლეხს საშუალება ექნება, რომ ის შეწამლოს, გააკეთოს. მაგრამ ეს საშუალება აღარ აქვს გლეხს, რომ ისეც გააკეთოს, ისეც გააკეთოს. კომოსტო მე ვიცი, რომ რამოდენიმე ტონობით გადაყარა ხალხმა და დამარხა. იმიტომ რომ ვერ გაასაღა, ვერ გაიტანა. ხარისხზე ვერ გეტყვით ახლა, რომ ხარისხს აკლია. აი ეს გვინდა დამუშავება და ხო, ეგ არ მგონია, მაგრამ რა ვიცი, უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენ თვითონ და მოსაწონი გახდეს. ქართული წარმოება არც ევროპული ბაზრისთვის და არც ექსპორტისთვის მზად არ არის. განმარტავს ახალციხის სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი. გურამ ჭინჭველაძე მიიჩნევს, რომ სხვადასხვა სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ქართულ მხარეს დროის დიდი პერიოდი სჭირდება, თუმცა ამის გაკეთება საკუთარი რესურსით შეუძლებელია. მისივე თქმით, ფერმერს არაერთი დაბრკოლების დაძლევა მოუწევს. ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად კი იგი პროდუქციის ერთგვაროვნებას ასახელებს. გარდა ამისა, ამბობს, რომ ევროპის ბაზრისთვის საჭირო რაოდენობის პროდუქციის წარმოება ქართულ მხარეს გაუჭირდება. რეალურად ჩვენ დღეს პროდუქციას ვერ ვაკმაყოფილებთ. ჩვენ გვაქვს ამის ილუზია და რატომ ახლა აგიხსნით. შემოდგომით ახლა ხო კარტოფილის აღების პერიოდია. ყველას უნდა ერთდროულად გაყიდვა. ამ დროს რა თქმა უნდა ჭარბი იქნება პროდუქცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მთლიან საქართველოს მთელი წლის განმავლობაში ვაკმაყოფილებთ. ჩვენ მე ამ მომენტში შეგვიძლია ექსპორტზე გავუშვათ, მაგრამ მე იმპორტი გჭირდება მუდმივად სადღაც 6 თვის განმავლობაში მინიმუმ რა. ანუ გაზაფხულიდან შემოდგომამდე. და აი ეს ანუ დისბალანსი ხო არ გვაძლევს ამის საშუალებას, რომ თამამად ვიყოთ, გახსნილები ვიყოთ და ექსპორტისთვის ვიყოთ მზად. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურში ამბობენ, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება ეტაპობრივად მოხდება. მათივე ინფორმაციით ცენტრალურ უწყებაში ევროკავშირთან დაახლოების პროგრამისათვის დეპარტამენტი შეიქმნა. გარდა ამისა, არსებობს ევროპასთან დაახლოების ეროვნული პროგრამა, რომელიც 6 წელზეა გათვლილი. ცენტრში ფიქრობენ, რომ ევროპულ ბაზარზე სამცხე-ჯავახეთიდან პირველი მეწარმე პროდუქციას მომავალ წელს გაიტანს.